აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხის გამო და ორივე მხარე აპირებს ომის გაგრძელებას. ირანმა განაცხადა, რომ ის მოითხოვს სრულ სუვერენიტეტს ჰორმუზის სრუტეზე და გემების გავლისთვის გადასახადის დაწესების უფლებას. ას მაშინ, როცა დონალდ ტრამპს თავად სურს სრუტის კონტროლი. გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში სრულად გაანადგურა ირანის არმია, მათ შორის ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალებიც. მაგრამ თეირანმა უკვე აჩვენა, რომ მზად არის ომის გასაგრძელებლად, სწორედ იმ განადგურებული არმიით. ამგვარად შეიძლება შევაჯამოთ პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი შედეგები. ირანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის წითელ ხაზებს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი აფრთხილებს, რომ ამერიკელი მოლაპარაკეები არ ახვევიან ირანის მანევრებს. ხოლო დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ აშშ-მ დაიწყო ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესი. მოდით ახლა ერთად განვიხილოთ, რა ხდება ამჟამად პაკისტანში მოლაპარაკებებზე. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. თუ გსურთ ხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბული მასზე ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, შაბათის გვიან ღამემდე ისლამაბადში გრძელდება მაღალი რანგის ამერიკელი და ირანელი ჩინოვნიკების შეხვედრა, რომელიც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონისაა. ამ შეხვედრის დროს ისინი ცდილობენ დაასრულონ 6 კვირიანი ომი. რატომ ნახევარი საუკუნე? იმიტომ რომ ბოლოს ასეთი მაღალი დონის ამერიკელი და ირანელი ჩინოვნიკები ერთმანეთს შეხვდნენ ჯერ კიდევ ისლამური რევოლუციის დაწყებამდე, 1969 წელს. პაკისტანური ცხაროს მიხედვით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენს, სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოვს და პრეზიდენტ ტრამპის სიზეს ჯარედ კუშნერს, ასევე ირანის პარლამენტის სპიკერ მოჰამად ბაქერ ღალიბაფს და საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაქჩის შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გვიან ღამემდე გრძელდება და არსებობს პროგნოზები, რომ ისინი გაგრძელდება უკვე კვირასაც. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა პაკისტანის არმიის შტაბის უფროსი, რომელსაც დონალდ ტრამპი ძალიან უყვარს და რომელსაც კავშირები აქვს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან. ამ წუთებში Financial Times წერს, რომ ისლამაბადიდან გახდა ცნობილი, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა არმუტის სრუტეზე კონტროლის საკითხის გამო. კერძოდ ირანი დაჟინებით მოითხოვს, რომ შეინარჩუნოს კონტროლი წყლის გზაზე და აიღოს გადასახადი გემებიდან. ანუ ირანი მოითხოვს, რომ ამ ომში გამარჯვებული გამოვიდეს. ანუ არმუტის სრუტე უნდა იყოს აღიარებული მხოლოდ ირანის ტერიტორიად. და მხოლოდ თეირანის რეჟიმს ექნება უფლება მომავალში გადაწყვიტოს, ვინ და როგორ გაატაროს ამ წყლებში. საინტერესოა, რომ ომის დაწყებამდე ირანს ასეთი მოთხოვნები მოლაპარაკებების ფარგლებში საერთოდ არ ჰქონდა. ეს დონალდ ტრამპის დამსახურებათა სიაში უნდა ჩავწეროთ. ტრამპმა მოხერხებულად შესთავაზა ირანელებს ერთობლივი საწარმოს შექმნა, რომელიც გამლელი გემებიდან ხარკს აიღებდა და ფულს ორად გაიღობდნენ. ანუ დიახ, აქ ნუ გაგიკვირდებათ. ტრამპმა მოწინააღმდეგეს, ანუ ირანს, შესთავაზა ერთად ეშოვათ ფული მოკავშირეებზე, ანუ სპარსეთე წყურის ქვეყნებში. მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, ირანელი მოლაპარაკეები უარს ამბობენ ერთობლივი კონტროლის იდეებზე, მიუხედავად მაღალი დონის შეხვედრის. ანუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსსა და ირანის საომარი დროის ლიდერ მოჰამად ბაგირ ღალიბაფს. ამ ფონზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შაბათს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების რამდენიმე ხომალდმა გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, რომელიც ირანის მხრიდან ბლოკადამ გამოიწვია ენერგომატარებლების გლობალური მიწოდების ისტორიაში ყველაზე დიდი შეფერხება. თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაცხა, რომ პაკისტანში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წყლის გზით რაიმე ამერიკული გემი გაევა. მათ განაცხადეს, რომ ისინი მართლაც მიუახლოვდნენ სრუტეს. ირანელებმა გააფრთხილეს ისინი, რის შემდეგაც ისინი მობრუნდნენ და წავიდნენ. გარდა ამისა, აშშ-ის არმიის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ამერიკულმა გემებმა დაიწყეს ჰორმუზის სრუტის განაღმვის პროცესი. თუმცა ირანელებმა ამის შესახებ არ იცოდნენ და თითქოს სრუტიდან ამერიკული გემები გააძევეს. კამათის კიდევ ერთი ნიშანი არსებობს. ადრე ირანის მაღალი თანამდებობის ფირმა სააგენტო Reuters აცნობა, რომ აშშ-ს დათანხმდა ყატარში და სხვა უცხოურ ბანკებში შენახული აქტივების გამბლოკას. მაგრამ ამერიკელებმა ეს მაშინვე უარყვეს. ამით ხვდებით, რომ ირანი აქტივების გამბლოკვასაც ითხოვს, როგორც შეთანხმების საფუძველს. ეთმა ირანის მაღალი თანამდებობის წყარომაც კი განაცხადა, რომ ასეთი გამბლოკვა მოლაპარაკებების სერიოზულობის ნიშანია. Გამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ სანამ აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები პირადად შეხვდებოდნენ ერთმანეთს,
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი ცალ-ცალკე შეხვდა როგორც ირანელებს, ისე ამერიკელებს, რათა კიდევ ერთხელ დაედგინა მათი წითელი ხაზები. თეირანის დღის წესრიგში შედის მისი ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის აღიარება ჰორმუზის სრუტეზე, სადაც ის აპირებს ტრანზიტული გადასახადების ამოღებასა და ცდომის კონტროლს. სრუტე წარმოადგენს ასეთ ვიწრო ადგილს მსოფლიოში დაახლოებით 20%-იანი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის. ირანი ასევე მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას ისრაელსა და ლიბანის ჰიზბოლას შორის, რაც მისი თქმით უნდა ყოფილიყო აშშ-თან თავდაპირველი შეთანხმების ნაწილი. ისრაელი და აშშ უარყოფენ, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იყო. ხოლო თეთრი სახლი ამ უთანხმოებას გაუგებრობას უკავშირებს და ამბობს, რომ ირანელებმა ისინი არასწორად გაიგეს. ისრაელი, რომელმაც 6 კვირის წინ აშშ-თან ერთად დაიწყო სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, ამჟამად საერთოდ არ არის წარმომადგენელი მოლაპარაკებებზე არც ერთ დონეზე. მასპინძელი მხარე, ანუ პაკისტანი, არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან და არ აღიარებს მის სუვერენიტეტს. ამიტომ აშკარაა, რომ ლიბანის საკითხი კიდევ ცალკე განიხილება. ისრაელმა ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა დიალოგისკენ ჰიზბალას განიარარების საკითხზე. და იმის გასაგებად, ვინ რით ახდენს ზეწოლას ოპონენტზე მოლაპარაკებებზე, ხიბის გავერცენად ბოლო განცხადება და ქმედება. და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში შეთქვინებებს, სადაც აცხადებდა, რომ ირანის ოფიციალურ პირებს, ციტატა, არ აქვთ კოზირები მოლაპარაკებებისთვის. უფრო მეტიც, ტრამპა კიდეც დაწერა, ციტატა: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, არის მოლაპარაკებების დაწყება. მან ირანი დაადანაშაულა ჰორმუზის სრუტის გამოსდალვისთვის გამოყენებაში და განაცხადა, რომ სრუტე იქნება ღია, ციტატა, მათთან ერთად ან მათ გარეშე. აშშ-ის მთავარი მოლაპარაკებელი ჯეიდი ვენსი განაცხადა, რომ აშშ-ი ოპტიმისტურად უყურებს მოლაპარაკებებს, მაგრამ გააფრთხილა, ციტატა, თუ ისინი სცდიან ჩვენს მოტყუებას, აღმოაჩენენ, რომ მოლაპარაკებების გუნდი ამას დიდად არ იღებს. ამავე დროს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ განაცხადა, რომ თეირანი მოლაპარაკებებში დიდი უნდობლობით შედის, რაც გამოწვეულია წინა მოლაპარაკებების რაუნდებში ირანზე განხორციელებული დარტყმებით. არაქჩიმ, რომელიც ირანის დელეგაციის წევრია პაკისტანში, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის საპასუხო დარტყმისთვის, თუ თავდასხმა განმეორდება. გარდა ამისა, ორივე მხარემ აჩვენა, რითაც მივიდნენ ამ მოლაპარაკებებზე. ამავე დროს ირანმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა თავისი 10 პუნქტიანი წინადადება. ამ წინადადებაში მოცემულია მოწოდება ომის გარანტირებული შეწყვეტისა და მომავალში თავდასხმების არარსებობის შესახებ. წაყენებული იქნა მოთხოვნა ეკონომიკური სანქციების გაუქმებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაწესების შესახებ. წინადადება ასევე მოიცავდა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ეგრეთ წოდებული ირანის რეგიონალური მოკავშირეების, ანუ ამ ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. პირდაპირ მოუწოდებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური ტერორისტული ჯგუფის ჰიზბალას წინააღმდეგ ისრაელის დარტყმების შეწყვეტისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპასუხოდ წარმოადგინა თავისი 15 პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოიცავს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენას. თუმცა სწორედ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვა აღმოჩნდა მისი მთავარი სტრატეგიული უპირატესობა ამ ომშიც და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც. სავაჭრო გემები თავს არიდებენ სრუტეს. ფაქტობრივად აჩერებენ ნავთობის, გაზისა და სასუქების გატარებას. შაბათს ბრენტის ნავთობის სპოტური ფასი $94 გადააჭარბა. ეს რა თქმა უნდა ოდნავ ნაკლებია ვიდრე ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს მაინც 30%-ზე მეტი ძვირია ვიდრე ომის დაწყების დღეს, ომის პირველ დღეს. კონფლიქტამდე ჰორმუზის სრუტეში ჩვეულებრივ გადიოდა მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი. დღეში 100-ზე მეტი გემი, ანუ საკმაოდ ბევრი. და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე დღეში სრუტეში მხოლოდ 12 გემი გავიდა. ადრე დღეში 100-ზე მეტი გემი გადიოდა. ამიტომ მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია და როგორც ხედავთ, ყველაფერი ჰორმუზის სრუტეზეა დამოკიდებული, რომელზეც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ომის დაწყებამდე საერთოდ არ საუბრობდა. მოლაპარაკებების ეტაპზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე აშშ-სა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეზე საუბარიც კი არ ყოფილა. ეხლა ეს ამ მოლაპარაკებების საკვანძო თემად იქცა. აქ წერტილებს დავშო. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწევეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპონეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ დონატის საშუალებით. ყველა ბული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბული მასზე ამ ვიდეოს აღწერაშია. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს, როგორც კი ისინი შემოდის. ამით დასრულდა.
იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.